აი ახლა მაგარი გული მწყდება რა, რომ გადადიხარ. რა მინდოდა რას გარიგებდით? ხო იქნებოდით ახლა ერთად. აი ბიჭო, კაი რას ამბობ ერთი ძლივს ოჯახს უბრუნდები და ამ შვიდი შენ მან და ამ შვიდი ბატონამახა. ბიჭო. იქ სადაც გადადიხარ. მეორე ოთახები გააქვთ? მეც რო წამოვიდე. სად უნდა წამოხვიდე, მახო სად? მე რამდენ ხანს გავძლები სისინაკი ურზასთან ეგ არ ვიცი და ეხა შენ წამოდი კიდე. რა გინდა, ბიჭო, მანქანისგან რა გინდა? კაი ხანია. მართალია თავიდან ცოტა გამიჯიუტდა, მაგრამ მე მოვსვი თავის ადგილასა. მაგრამ შენ მარტო ვერ გაუხაჩავ. მე შინია არ დაგჩაგროს, გაიგე? გეშინია. მე არავის არ დავაჩაგრიებ თავს. თუ მეტეს მაგას. ჩაანლაგე ყველაფერი? მეც მაგას ვამბობ, მეგონი ჩავდე ხო? კარტოფილი წაიღი არ გინდა? მე მაინც ვერ გამოვიყენებ, გათლა არ ვიცი. კარტოფილის გათლას რა უნდა ბიჭო? ხო და ეხლა შენ რო გადახვალ შესიძეთან, იქ თალე რამდენიც გინდა მოგიწევს. ჩავდე, მაგრამ ის ჩემი ყვითელი ზედა სადაა? ჭურჭლის სარეცხის მანქანაში შევაგდე. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რატოშია? აბა ის მანქანა ვერ ჩავთე, ბიჭო. აუ რა კაცი ხარ, მალხაზ, რა კაცი ხარ, შენ ხო გამაგიჟეს. მაგრამ კაი დღეს არ ხასიათზეო და გეპატიება ჩემო ძმაო. აი, არ უნდა ამას დაკეცვა კაცვას ჩათები და ეხა მითხრა ქირაზე რა საპირებ შე? ნუ კაი, თავიდან 1-2 თვე დაგეხმარები, მაგრამ მერე რა თმინდა, ბიჭო, შენი დახმარება. როგორც შენი ცოლის ძმა ამბობს და თუ დაუჯერებ, ერთ თვეში ლი უნდა გამომყვეს ცოლათან. და ნუ რომ მოიყვან, მერე იმის სახლში გადახვალ ალბათ, ხო? შენ კი არა ვარ, ბიჭო, ცოლის სახლში მიცხოვრო. ხო რა იყო, გეწყინა, ბოდიში. აუ ხანდახან რა კაი ხარ, მახო და აი ხანდახან სუფთა პიტალოჩი. აი პიტალო. კიდე შუტკან გამიხსენი, შენ ციცაბოყლეო შენა. წავედი რა. ამიცა გამოგაცი. არ მინდა გამოცილება და მე აი ეხა რა დაგემართა, ხუმრობა არ დაგვიზულ არ და არაფერი წავალ და მე შემოვივლი მოცლიზე მიდივე. გამოყვები რა ხელს მართ. არ მინდა დაჯექი და კარტოფილის გაჩენდი, კაცო, გაჩენდი. როგორ ფიქრობ, უყვარ ვარ? ძალიან უყვარ ხარ და მას შენს გარეშე არ შეუძლია. ძალიან განიცდის ამ ყველაფერს და სავარაუდოდ ეს ყველაფერი აისახება მისი ხასიათის ცვლილებებზეც. და მაშინ რატო არ მირეკავს, ან რატო არ მწერს? სავარაუდოდ მასაც ყავს ადამიანი, ვინც რჩევებს აძლევს და ისიც ითვალისწინებს, ან ის ცდის შენს გრძნობებს და შენს თავში გაუვლოს, მაგრამ სჯობს რომ სიყვარული დაგასწროს პარტნიორმა, შენ ამ დროს უფრო მომგებიან პოზიციაში ხარ. რას ამბობ, ბიჭო, ამან როგორ უნდა დამასწროს სიყვარული. ნახე რა, შეხედე რა საყვარელი და ლამაზია, ბიჭო. ნახე, ხედავ. მართლა ძალიან საყვარელი და ლამაზია, დიდი სიამოვნებით ვიყოლებდი ასეც კერძო სახლი რომ მქონდეს. მომწონს შენი პოზიცია, აი, წინსვლა გვაქვს. და როგორ უნდა მოვიქცე? იღებ ტელეფონს, ურეკავ და ეუბნები რომ ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ თქვენ შორის ვერასოდეს ვერაფერი არ იქნება. ისიც არ შეიცვლის თავის პოზიციას და გეტყვის რომ არც არასოდეს ყვარები ხარ. რა სიძახი, ბიჭო, ეგ როგორ უნდა უთხრა, არ ვიყვარ ხარტყო და არც არასოდეს ყვარები ხარტყო. ეგრე ხო ყველაფერი დამთავრდება. შანსიც აღარ მექნება. მოდი პირდაპირ გეტყვი რომ არც არასოდეს არ ქონდა შანსი მახო და რაღაცის დასასრული, ყოველთვის რაღაცის დასაწყისი, ასე რომ ჯობს დავასრულოთ. დავასრულოთ. გაუმარჯოს.
რა გინდა, რატო დამირეკე, ლაშა? რატო არ ბანებებ თამსა, ლაშა, რა გინდა, ლაშა? მაინც და მაინც ჩარში უნდა გამხვიო, ბიჭო, რა გინდა? მე დილა შარში უნდა გავხვიო, 12000 გაზასყრინე. რა გაცინებს, ბიჭო, რა გაცინებს? გინდა ეხა გაგიგდო აქა და გადაგიარო ფეხებით, რატო აღვიძებ ჩემში ცხომელსა, რა გინდა, ბიჭო? ერთხელ ხო დაგანაყე სოფელში, არა, ის მონაგონი იქნება. ხო იცი ჩემი გამრაზება შენა? აი თუ მოკიდე ტროსიკში ხელი და აქციე, მაღლა მერე ნაყავ შენა. კარგი ბიჭო, არ გწვენია, მაგრამ შენ რატო უნდა გწვენო და შენ არ დაგიშავებია, მე დავაშავე, მე არ მწვენია და შენ რა გინდა, ლაშა, რა გინდა, ლაშა, რატო არ გასვენებს გამჩენი დედიკო, რატო? ბიჭო, მართლა დედაზე გამახსენდა რა, დედას გეფიცები? იმ დღის მერე არ მძინებია რა. რის მერე? აი 12000 რო გასესხებინე რა. სინდისმა შემაწუხა. სადან გაგ, ბიჭო, სინდისი შენა, უსინდისო კაცი ხარ, დამპალი. აი პაპა შენი ისეთი კაცი იყო, რომ პაპა ჩემი ძმა კაცობდა, გაიგე. სამამულო ომშიც კი ერთად იყვნენ და მარტო არ დაუტოვები არც ერთხელ. ერთად იყვნენ ურუგვაიში. აი რანაირად ახსენებ პაპასა, ბიჭო? რანაირად ახსენებ შეუკაცობის კანცონ შენა? პაპა შენი რო ცოცხალი იყოს, ეხლა თავიდან მოკვდებოდა. დამამთავრებინე რა მოგივიდე. არ დაგამთავრებინებ, არა, რო დაგამთავრებინო, კიდე უნდა მომატყუო, გაიგე? ფული მოგიტანე, კაცო რა. რა ფული მომიტანე? აი ეს ფული მაშინ 12000 რო გასესხებინე რა, გამომართვია გე რა. საინდანა, ლაშა? რა მნიშვნელობა აქვს ეხლა რა, ვის ესხე და ერთ-ორ კვირაში მე რაღაცას ვიზამ დავაბრუნებ. შენ ძმაო ვერ განერიულებ. ხო იცი, ჩემი ძმა კაცი ხარ მაგარი. ხო, ვიცი და კაია რო ხდები. ფულზე კი არ უნდა გაყიდო ძმაკაცობა. სულ რომ მილიონი შემოგთავაზო. მილიონი? ვა, მაგარი გუშია. ალო. რა სამო, ბიჭო? რანაირათა? ხო, კაი, მოვდივარ, ხო, ეხლავე. ხო, მშვიდობაა, ბიჭო. არა. ვა, და ეხავს. კაი, წავედი მე და ხაზე ვარ რა. სოფელში უნდა წავიდე მერო. მამაჩემს ფეხი მოუტეხია, ბიჭო. რანაირად? როგჯემალას კონცერტი იყო, გაიგე? და სცენიდან გადმოხტა. მაგას ეგონა რომ ხალხი დაიჭერნა, გაიგე და გაეცალნენ და დაეცა. როგჯემალა ვინაა, ბიჭო? ჭიტლაღის კულტურის სახლის უფროსი შვილი არის, გაიგე? უზბეკეთის ნიჭიერში გამოდიოდა. არ ვიცი, როგჯემალა არ ვიცი, არ გამიგია. ხო და უნდა ჩავიდე რა, მივაქციო ყურადღება. ციცოცხოდო არის. არტო ვერ დავტოვებ რა. სამსახურზე რა საპირებ მე? იქაც ხო არის, კაცო, მაქსიმი. აი იქ ვიკტაქსავებ რა. აი თბილისის შეკვეთა თუ მომივიდა, ჩამოვალ და გნახავ ხოლმე. ლიუ? დავშორლით. რატო? რავი, არაფერს აღარ აქვს აზრიო. მე ხო სხვების შერიგებაში ვარ, მაგარი. ჩემი თავისთვის ვერ გამოვდექი. რავი, მახო. რაც შენ ჩემთვის გააკეთე, ძალიან დიდი მადლობა, ძმაო. რა სამო, ბიჭო, პირიქითა. შენ რო არ ყოფილიყავი, ვერაფერს ვერ მივაღწევდი მე. შენი დამსახურება არის, რომ სამსახური დავიწყე. ლიუ გავიცანი. და ახალი ძმაკაცები შევიძინე. იცი როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება? თურმე რამდენი რამე არ მქონია ნანახი. და შენი წყალობით ვნახე. პირველი ფული, საკუთარი ფული ვიშოვე, ბიჭო. რესტორნებშიც ვიგულავე. სიყვარულიც გამოვცადე. მოკლეთა ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს არ დამავიწყდება, რამხელა პატივი გააქვს ნაცემი ჩემზე. აი ბიჭო, არ გცხვენია რა პატივი, ჩემი ძმა ხარ, ხო იცი?
აბა კარგათა მოკლე. წარმატებები, აბა. შეხვედრამდე მოკლე. ჩამოხვედი? ჩამოვედი, ხო, ჩამოვედი. როგორ არის ქიშო? ეხლა წავიდა ექიმი რა. მერე? პოტრეხელობები აქვს. აა. სახით არის პირდაპირ დაცემული რა. აიმე, რა შარი კაცია, ბიჭო, რა შარი კაცია, ვინ არის ეგა? ან გაჩერდა რა, არ მოისვენა ერთ ადგილასა რა. არ მოისვენა, არა. აჰა, ეს ფული. 12000 ლარი არის აქ, რომას ესხე გაძლე უკანა. რა უცნაური კაცი ხარ, კაცო. დილას არ მესესხე. რა დილას გესესხე, ბიჭო? 15000 კაცო. რა 15000, ძუძუ? შენა შვილო, შიგნაკრავი ხوارა ხარ. ლაშამა დამირეკა რომ ტახისა სჭირდება 15000-ო სასტრაფოთო და გადმოუგზავნე ის. მე წაუღებო. ეხლა იმასა ერიდება და ვერ დაგირეკაო. მე ხوار დაგირეკამდე რა ბა. ვინ ლაშამა, ძუძუ, ვინ ლაშამა? აი, ლაშა. ლაშა, შენი დაბადების საათი მომწყან, ლაშა. მოხდა რამე? არაფერი, გამომართვი, აი ეს ფული გამომართვი და თუ დაგირეკა ლაშამა. ფული არ მასესხო იცოდე, გაიგე? ო, კარგიო. ჩემი ვალიგა კიდე 15000 ხო იცი? ვიცი, ხო, ვიცი და ნეტა მეტი მქონდეს. იმიტომ რომ შტერი ვარ, გაიგე? შტერი ვარ, ტახი კი არა. ღირსი ვარ ყველაფრისა. წავალ ეხლა მე და ვიყიდი წაბლსა. მოვედი. ამ პატარა ჩანთაში ჩაადიე მთელი შენი ავლადიდება? აუქნა. რაცა ვარ, ესა ვარ. ვიცი, რაცა ხარ. აბა, რა მოიფიქრეთ ბოლოს და ბოლოს? ხო, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. რა ხან არიში? იყავი სევერიონეც გვერდზე. რა ვქნა? ოღონდ, როცა მიხვდები რა გვარზე თქვი უარი, მე გვიანი იქნება. არა, უკვე მივხვდი. ხო, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია. ვიცი. მობძანდი. ანა, ვერიონი მოვიდა. ეშიება გაუცხელე ყიყლიყო. მოხედი შვილო. მოვედი, ხო, როგორ ახარ? ცუდად დამერხა. მოგეშინია, კაცო, კარგად იქნები. როგორ მოხდა, რანაირად მოგევიდა? მე ფეხი სიმაღლიდან შემოვარდი შვილო. ეტყო ეგრე მეწერა. მაგრამ ეგრე იყო საჭირო. შენ თვალზე ცრემლი არ დამანახო. ხოიცი არ გიხდება ტახივით ბიჭი ხარ, ტახი მეხო ხარ და ტახივით მოიქეთი შვილო. კაი, ნუ ნერვიულობ, კარგად იქნები. გახსოვს ისა?
წკეპლა გოჩას ორფეხა ძაღლი რო ხიდან გადმოვარდა თავით. თავით რო დაეცა, გახსოვს? ყველას ეგონა რომ მოკვდებოდა, მაგრამ გადარჩა. მე ჩემი მოვჭამე შვილო. გაგზარდე. კაცად გაქციე. არაფერს დარდი აღარ მექნება შვილო. აი, სისულელებს ნულაპარაკო, კაცო. კარგად იქნები, კარგად. ციცო სად არის? ციცო ისა კარტოფილის პერაშკებს აცხობს. ოიმე, კაი ხალია დედა შენსა გაუფრთხილი შვილო. არ გაანერვიულო. რავი ვერაფერს ვერ გიტოვებ, მაგრამ ნესტან მონიკას ეთოში რომ მსხილი დიდი ხიარი ხო იცი? მან და 40 წლის უკანა 150,000 მანეთი ჩავმარხე და ამოთხარი ახლა და მოიხმარი შვილო. მანეთი რა თმინდა, ბენჯო? აბა რა ვიცოდი თუ შეიცვლებოდა. მისვინე ლაშა გრიგოლის ეზოში ოქრო ოქრო. რა ოქრო, აბა? ოქრო ქიშო. ქიშო რა მოგივიდა, ქიშო? ციცო წყალი მოიტანე, წყალი მოკვდება ესა. ქიშო. ქიშო გაიღვიძე, ბიჭო. არ მოკვდე, თორე დედას უტირებ ყველასა, ქიშო. გესმის? შენ აქ რა გინდა, გოგო? ხო მაგრამ ვიდამაშე რა? რანაირად, ბიჭო? ვიღაც ბიჭო დამირეკა, ეგრე გააკეთე, და მეც ეგრე გავაკეთე. ციცო! 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 ზუძუ გოჩას ბურვაჭი დაგალი, მაგარიში უნდა ვიცის რომ მაგარიში! ამდენი ხანი ასე კარგად ავყოფილო არ? მოგენატრე? ძალიან. შენ არა? მე სულ მენატრებოდი. მე სულ თუ გენატრებოდი, რატო იქცეოდი ისე? ვერიონ, ნაგავია გადასაყრელი და გადაყარე. აი ხო უკვე ხვდები რატო იქცეოდი. საღამოს არ შეიძლება ნაგვის გადაყრა და ხვალ დილით რომ გადავყარო დედიკოს ნაცვალო? კარგი, კარგი, დღეს გეპატიება. მე გადავყრე. მოდა თუ მე პატიება, მოდი დღეს ფილმს უყუროთ. ო, რა ფილმს? ახი მახო მითხრა ძალიან მაგარი ფილმი ყოფილა რა. ლექტორი მოკლეგაბით. აი ესე ქვია. ვინ თამაშობს? ვინ თამაშობსო და ერთი ცნობილი მსახიობია. სტივენ ვოლფი, იგივე ჯონი სინსი. ხო, ჯონი სინსი. და მოდი და უყუროთ ეხლა ოჯახურად, ხო? უყუროთ, ძალიან კარგი. ლექტორი მოკლეგაბით. აიგა. დაიწყო. შენ გნახე იმ კანის ადგილზე. ვინი მოისთვის? არ მჯერა, ლეო. ხელი შემომარტყი. წყალი შემასხი, ან გამომაღვიძე, რაღაცა ქენი, გოგო. არ მჯერა, მართლა არ მჯერა, რომ აქ ახარ ჩემთან სოფელში და კიდე გიყურებ. აბა მორჩა ყველაფერიო? აღარასოდეს გნახავო? აუ, დედას გებიცები ვიცოდი. ეს დღე სიზმარში მქონდა ნანახი. ხო, აი აქიდექი, აქ. და ესე მიყურებდი. იცი რას მეუბნებოდი? რას? შეგეჩვიეო. და რო გითხარი შენაირი ბიჭები არ მომწონსო,
შევცდიო. მართლა? მე იცი რა მოხდა? რა მოხდა? Ha ha ha!